მივესალმები თქვენს მაყურებელს და პირველ რიგში მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა გვიყურებს, ვინც ამ დღესაც ელოდებოდა ალბათ, ფიქრობდა, იმედი ჰქონდა თუ არ ელოდა, თუ რაც მოხდება, მივესალმები ყველა რეჟიმის პატიმრას, განსაკუთრებით მზია მაღლობეს და მინდა ვუთხრა, რომ მანამდე სანამ ერთი მათგანიც კი არის საპატიმროში, ჩვენ ადამიანები, ვინც ვართ ახლა პროტესტში, არ შევწყვეთ ამ ბრძოლას. რაც შეეხება, მე მინდა კიდე დავამატო ვიკა შენს ნათქვამს, რომ რამდენიმე ხნის წინ პრეზიდენტის განცხადებას ეგრეთ წოდებულის გაგახსენებთ, რომ მან გითხრა, რომ თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი და იმან შეიწყალოსო სინდისის პატიმრები. ერთხელ ესეთი ფრაზაც კი წამოწდა და მე ზუსტად მინდა აუხსნა საზოგადოებას, რომ მაშინ თუ ისინი თვლიან თავს, რომ წარმოადგენენ ამ ქვეყნის ხელისუფლებას, აირჩია მოსახლეობის უმრავლესობამ, აი ეს თამაში საკუთარ მოსახლეობასთან არ უნდა ჭირდებოდეს და პირიქით, აი იმ მხარეს, რომელსაც თვლის დაპირისპირებულად ხელისუფლება და მოწინააღმდეგეთ და ზუსტად კარგად თქვი ვიკა, რომ არ უნდა თვლიდეს არც ერთი სინდისის პატიმრის მშობელს და ოჯახის წევრს და არც იმ ადამიანების ჯგუფს, რომელიც აპროტესტებს, რომელიც ხედავს, რომ რაღაც არასწორად ვითარდება და მოგიწოდებს, რომ შეცვალო ეს პროცესი, ის არ არის მტერი. მტერი არის საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც პირში აქვს წყალი ჩაგუბებული და აი არცეთ იმ გადაცდომაზე, რომელსაც ამდენი წლები ეს ხელისუფლება ჩადის და ცდილობს, რომ ქვეყანა დაამსგავსოს რაღაც მესამე განვითარებულ თუ განვითარებელი ქვეყნების რიგში ჩააყენოს ჩვენი ქვეყანა და მაშინ როცა ყველა გზა იყო ჩვენთვის გახსნილი, რისთვის დავიწყეთ ეს პროტესტი, აქედან უნდა დავიწყოთ და ამას შევხედოთ, რისთვის დაიწყეს ამ ადამიანებმა ეს პროტესტი, რისთვის იხდიან ახლა სასჯელს, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება იდგა არასწორ გზაზე. მე არაფრის მოლოდინი არ მაქვს, პირიქით ეს ხელისუფლება არის ხელისუფლება, რომელიც ეთამაშება საკუთარ საზოგადოებას, აი ეს დღევანდელი მათი მოქმედებას, როცა აი დაჭირდათ ბოლო წუთამდე მieყვანათ, ანუ სპეციალურად მე ვხედავ ის კი არა, რომ მარტო ბჭობდნენ და ფიქრობდნენ, აბა როგორ მოვიქცეთ, ეხა რომელიმე სინდისის პატიმარი ხო არ შევიწყალოთ, პირიქით ისინი ეხლა ამ ყველაფერს ფიქრობდნენ, რომ რაც მეტად დაგვაგლიჯავდნენ ნერვებს, აი ამ სიტყვებით უნდა ვთქვათ, აი ამაზე იყვნენ მოტივირებული, იმიტომ ადამიანები თელი დღე იდგნენ საპატიმროს კართან და აი თვალებიდან არ ამომდის ამ დედის სიტყვები, თვალები, რომლებსაც დაურეკა თავის მაშვილმა ტერაშვილის დედაზე ვსაუბრობ, ადამიანი თელი დღე აყურყუტეს და პასუხიც ვერ გასცა, მაშინ როცა უნდა გამოსულიყო პასუხისმგებლიანი ხელისუფალი, უნდა გამოსულიყო დილით და დილით წაეკითხა ან ეთქვა, ან ბჭობთ, ან მეგობრებო დაელოდეთ, ან არ დაელოდეთ, ან იცით რა, არ გეკუთვნით თქვენ შეწყალება. არაფერი არ აქვს ამ ადამიანებს შესაწყალებელი, ეს უბრალოდ იქნებოდა ერთი გადადგმული ნაბიჯი, აი ნაბიჯი, რომელსაც საზოგადოება დაინახავდა, რომ ეს ადამიანები რაღაცაზე დაფიქრდნენ, ადამიანები მართლა თვლიან ხელისუფლებად თავს და ზრუნავენ საკუთარ სხვა მომრჩეველზე, რომელმაც ხმა არ მისცა. პირიქით, ჩვენ ვხედავთ გაბოროტებულ ადამიანების ჯგუფს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მმართველობასთან, ისინი მხოლოდ და მხოლოდ წარმოადგენენ რაღაც ბანდას და აი ჩაბღაუჭებული ამ ხელისუფლებას და ოღონდ ეს სკამებისადმი არ გაექცეთ და არ მიეფამტონ და არაფერზე აღარ ფიქრობენ. იმაზე არ ფიქრობენ, რომ მათ შვილებს როგორ შეხედავენ, როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას. ეს პირტიტველა გოგო ბიჭები, რომლებიც ახლა საპატიმროში სხედან არაფრის გულისთვის, აი უდანაშაულოდ და ყველაზე მთავარი ჩვენ არ ვითხოვდით შეწყალებას არავისგან, იმიტომ არავინ არ გატყდა, არავინ არ აღიარა ეს ხელისუფლება, არავინ არ მოაწერა ხელი რაღაც შეთანხმებებს, რომლებსაც ალბათ შესთავაზებდნენ, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ არც ერთი სასამართლო პროცესი, რომელიც იმართება, აი აქ უნდა ვთქვათ გახსნილად, ვერ შეძლო ხელისუფლებამ, რომ დაემტკიცებინა ამ ადამიანების დანაშაული. ეს არის აქ მთავარი და არავინ არ არის აქ შესაწყალებელი, უბრალოდ უნდა გაიხსნას ციხისკარები და ყველა უდანაშაულო ადამიანი გამოვიდეს იქიდან. ჩვენ ადამიანები საერთოდ რომ ნამყოფები არ ვიყავით ამ საპატიმროებთან, რა ვიცი, სასამართლოში მართლა არასოდეს არ ყოფილვარ და
გვიწევს ვიაროთ იქ და ეხლა დაკავებულია თელი ეს თანამშრომლები, რა ვიცი, ვინ არიან, პროკურორები, მოსამართლეები, ადვოკატები, აი ამ უდანაშაულო ადამიანების პროცესებით, მაშინ როცა შემოდებული აქვთ თაროებზე უამრავი ადამიანის საქმე და ის გამოიწიონ. ეგ იქნება